არის საქმე. გამარჯობა, კალბატონო. გამარჯობა. რამე ხომ არ მოხდა? არა, ნუ გეშინიათ. ერმინე სახამბერიძის მეუღლე ბრძანდებით? დიახ, მე ვარ, რა მოხდა? არაფერი, კალბატონო. ხომ გითხარით, თქვენთან გასაუბრება მინდოდა. მაგრამ თუ არ გცალიათ, ხვალ გამოვივლი. ახლა მოცლილი ვინაა ბატონო, მარტო ისინი, ვინ სასაფლაოზია. მობრძანდით. მობრძანდით, გთხოვთ, შემოდით. გამარჯობა. მობრძანდით. აქ ცოტა არეულობაა ბოდიშს გიხდით. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არა უშავს. როცა ამდენი ბავშვია სახლს ვერ დაალაგებ. ახლავე. ნუტირი. დაბრძანდით, გთხოვთ. ნუ შეწუხდებით. თუ შესაძლებელია თქვენთან მარტო დარჩენა მინდოდა. ღმერთო. არ შეშინდეთ, კალბატონო. მე გიგა ხაჭიწე ვარ, იქნებ გაგიგიათ მუზეუმში ვმუშაობ. ხიდთან ცხოვრობ, საკმაოდ ახლოს მეორე სახლში. ხელმარჯვნივ. შეიძლება ითქვას, რომ მეზობლები ვართ. უშან გიჭედია, გაგონილი გექნებათ ალბათ. კი, რა თქმა უნდა, გამიგია, დალაქია რა? დიახ, დიახ. ვიცნობ. ქალიშვილიც გაათხოვა ახლახან. დიახ, მართალია. კარგი გოგოა. ხო, მაგრამ ქმარი არ შეხვდა კარგი. რა სიზამ ბატონო? არ უნდათ ეგ ქორწილი, მაგრამ ბედსად გაექცევი. ისე რა გოგოა, რა გოგო, გადასარევი. თუ შეიძლება, ბავშვები გაიყვანეთ. ახლავე ბატონო. აბა, შედით სახლში. მიდით, სახლში შედით. კარგი რა, დედა, არ გვინდა. დროზე, თუ არ დაგიძახეთ, არ გამოხვიდეთ. თქვენ ხომ ხედავთ პატივცემულო, ამოსუნ თქვას არ მაცლიან. რა ქვიათ? პისტი მქვია ბატონო. ძალიან სასიამოვნო. ერთმანეთიც გავიცანით. დაბრძანდით, კალბატონო. ნუ წუხდებით. კალბატონო პისტი. ეს თქვენი ფულია. ჩემია? გამომართვით. დათვალეთ თუ შეიძლება. ფულს თვლა უყვარს.
აქ 1000 მონეტია. მართალი ბრძანდებით. ეგ ფული თქვენია და როგორც გნებავთ ისე დახარჯეთ. ჩემი არ იყოს, არც თქვენ ხართ ძალიან მდიდარი. ეგ ფული თქვენთვის ზედმეტი არ იქნება. რას გააკეთებ ამ ფულით ჩვენს დროში? 1000 მონეტი ჩვენს გაჭირვებას რას უშველის მით უმეტეს 5 ბავშვი ყავს. ისე რომ იცოდეთ პატიოსანი ხალხი ვართ. 8 წელი აბრეშუმ სართავ ფაბრიკაში ვმუშაობდი. და 8 წელი ხელებიც ხელი წყლიდან არ ამომიღია. პარკებს ჭიას ვაცლიდი, შეხედეთ ბატონო, რას მიგავს ხელები, შეხედეთ. ამასთანავე ჩემს ქმარს ავარია შეემთხვა. მას მერე მანქანას აღარ აძლევენ. რა ვქნათ? დავიდა და დარაჯად დაიწყო მუშაობა. დარაჯს რა ფული აქვს, თქვენც ხომ იცით? მომისმენთ. 1000 მონეტი რაღაც გროშებია. რამეზე რომ წაგვადგეს ის ფული არ არის, არა. შეხედეთ. სახლი გვენგრევა, სახურავიდან წვიმა ჩამოდის. როცა გარეთ წვიმს, ჩვენთანაც წვიმა მოდის. ბავშვებს პირდაპირ საწოლში აწვიმთ. პატივცემულო. ჩემი ქმარი კი არხეინად დადის, ვერაფერს შეაგნებინებ. ის ავარიაც თავისი არხეინობით მოუვიდა. კაცხის გზაზე მიდიოდა მანქანა აღმართზე გააჩერა და ბუდიშს ვიხდი თავის კაცურ საქმეზე ბუჩქთან გადავიდა. მანქანამ კი რა იკადრა, ვერც წარმოიდგენთ. დაგორდა და გადატრიალდა. უფსკრულში გადაიჩეხა. ვინმე წარმოიდგენდა ამას? უკაცრავად. ალბათ ძალიან გაოცდებით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ფული ჩემგან მორთმეული საჩუქარია. საჩუქარი? თქვენ ოჯახს ვჩუქნი. ისე უბრალოდ. რამეთი მაინც რომ დაგეხმაროთ. სამწუხაროა, მეტი არ მაქვს თორემ. მოკლედ, სულ ეს არის. შვიდობით. და ეს ამბავი არავის უთხრათ. ძალიან გთხოვთ. ძალიან. გიგა, როგორ ახარ? გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა, უშანგი, როგორ გიკითხო? შენთან ვიყავი 1 საათი ეზოში ვიჯექი. მომისმინე, ხეები ძალიან დაგიბერდა. ხეები კი არა, ჩვენ თვითონ დავბერდით. არა, სხვისი არ ვიცი და სიბერი შენ არაფერი გეტყობა. გავიგე, ახალი საქმე დაგიწყია. რა საქმე? არ ვიცი, რაზე ამბობ? ფულს არიგებ თურმე? კი, ვარიგებ, მე რა? არაფერი, იმედია მომგებიანი საქმეა. კი, ძალიან მომგებიანია. კარგია, მაგას რა ჯობია. იმ ქალს ხომ თხოვე არავისთან ეთქვა. კარგი, ნუ ღელა ახლო ნათესავები ვართ. მაგის სიხმარი ჩემი გარე ბიძაშვილია. ვერავინ გაიგებს, გპირდები. არ მინდა ხალხმა ჭორაობა დაიწყოს. სულ არ მჭირდება, გესმის? რა თქმა უნდა, საქმეზე თუ ხმაური ატყდა რა საქმეა, როგორც წესი ცუდად თავდება. ეგ ვიცი, მაგრამ საქმეში ერთი კაცი მაინც ხომ გჭირდება. რაზე ლაპარაკობ? გჭირდება. კი, შენიანი ერთგული სანდო. უშანგი, მეხუმრები? სანდო კაცი რა შემჭირდება, ფულს კი არ ბეჭდავ. დამიჯერე გიგა, სამარე ვარ, სამარე. ჩემზე უკეთეს ვერ იპოვი. პირველი დღე ხომ არა რაც მიცნობ. შენ სუდად ხომ არა ხარ? შენთვის ზრუნავ. თქვა დაგიჭირეს. გარეთ ხომ უნდა დაგჭეს კაცი, ვინც ყველაფერს მიხედავს. ციხეში ამანაც მაინც მოგიტანს. ამანაც? თანახმავარ 3%-ზე ვიმუშაო. რა პროცენტებია, უშანგი? იცი მაგ ფულს 15 წელი ვაგროვებდი. ვისთვის? ჩემთვის რა საკვირველია? ესე იგი 15 წელი შენთვის აგროვი და ბოლოს ვიღაც სახამბერიძეებს აჩუქე? როგორ გამაცინე? გამონაგოშიც ხომ უნდა ერიო სიმართლე? უშანგი, დედა ჩემი საფლავს გეფიცები. არ დაიფიცო, მაგას ვინ დაგიჯერებს? ახლა რა საპირე? ისევ შეგროვებას დაიწყებ? მაგ საქმე შეეშვი, თორემ სახამბერიძეებს დიდხანს მოუწევს ლოდინი. მაინც არ გჯერა. ჯერა? რატომაც არა, შენ თვითონ თუ გჯერა, მეც დავიჯერებ. მაგრამ საქმეში თუ შემიყვან, ყველაფერში მხარში ამოგიდგები. ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. კარგი. და იმახსოვრეს.
რა უცნაური ხალხია. იცი უშანგიმ დღეს რა მითხრა. ჩემზე საიმედო კაცს ვერ იპოვიო. 3%-ზე ვიმუშავებო. გაგიჟდა ეთყობა. არ მოგშივდა? მე ძალიან. ახლა ვერ რაღაცას გავამზადებ. ერთი და იგივე 100 ჯერ გავუმეორე. მაინც ვერ გაიგო. წარმოგიდგენია? მე მეძახით? ერთი წუთით. მე? ოჰო. ახლავე დავამთავრებ და დამელოდეთ. კარგი. მაშასე, ახლა ზემონაწილის რესტავრაცია მიმდინარეობს. ტაძრის საძირკველთან კი კედლის თავდაპირველი წყობაა შემონახული. თუ შეიძლება უჩემოდ დაათვალიერეთ, რამდენიმე წუთით დაგტოვებთ. ბოდიშს ვიხდი. მაპატიეთ. გამარჯობა. ისმენთ. ერმინე ვარ მე სახამბერიძე. ძალიან სასიამოვნოა ერმინე. ერთმანეთი გავეცნოთ. დაბძანდით. არა არ მინდა. იმ ფულისთვის თქვენ რომ მოგვიტანეთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ რაღაც ის გარკვევა მინდა. დიახ. ბოდის გიხდით რომ აქ შეგაწუხეთ. რა შეწუხება არსად არ მეჩქარება. შინ არავინ მელოდება ძაღლის გარდა. მხოლოდ ძაღლია. ჩემთან ყველაფერი პირიქითაა. ერთი წუთი დასვენება არ მაქვს. წევილი, კივილი, ანახან თავის აგიჟეთში მგონია. როგორ ამბობთ ამას? 5 შვილი დიდი ბედნიერებაა ერმინე. შემეშვით უღმერთი გწამს. გიგლა არა? გიგა ხაჩიძე. გიგა ხაჩიძე. მამა შენი ვინ იყო? თქვენ არ გეცოდინებათ ახალგაზრდა მოკვდა. ღმერთ მაცხონოს. 1000 მანეთი რა თქმა უნდა ცუდი არ არის, მაგრამ უკაცრავად რა ბრძანეთ? აი რა. მე ეგ თან ხარ მაწყობს, გესმის? რატომ ამბობთ ამას? იმიტომ რომ მე მეკუთვნის. ჩემი ძროლი აბრეშუმ სართავში 8 წელიწადს იწყვეტდა. დუღარეში ხელის ჩაყოფა იცი როგორია? მე მძღოლი ვარ და დარაჯა დამაყენეს. ისინი მანქანის დაბრუნებას თუ არ ფიქრობენ, მეტი უნდა გამოეგზავნათ. ვინ ისინი? უფროსობა. უფროსობა რა შუაშია? მეც მაგის გარკვევა მინდა. რა არის გასარკვევი? მაგასაც ნახავ, ყველაფერს გავარკვევ. მაგათ კაცის გაგდება ადვილი საქმე გონიათ. 1000 ვარა? 1000 მეყოფა რომ ბავშვები ფეხზე დავაყენო. შემგან რა გინდათ? შენგან არაფერი. იმათზე ვამბობ ვინც ფული გამომიგზავნა. რადგან მძღოლი ვარ, ამ ცხოვრების არაფერი მესმის არა? მომისმინეთ, შემეშვი. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით მომისმინეთ. შემეშვი თუ ძმა ხარ თავი დამანებე. უფროსობასთან მე საერთო არაფერი მაქვს. რას მეუბნები? ჩემი პირადი დანაზოგი გაჩუქეთ. გასაგებია ეს თქვენთვის, მეუღლემ არაფერი მოგიყვათ. მითხრა. მაშინ რა არის გაუგებარი? ახლა სხვა რამეს გეუბნები. ფული თუ გამომიგზავნეს, მაშინ რაღაც ქვითარიც უნდა იყოს, ან საბუთი ხელი რომ მოვაწერო. ისევ თქვენსაც ამბობთ, ბატონო ერმინე. რა ქვითარი, რა საბუთი, ჩემი დანაზოგი გაჩუქეთ მეთქი, ვისაც გინდათ კითხეთ. თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ ვისაც გინდათ. შენ მე იდიოტი ხომ არ გონი ვარ? მისამართი შეგეშალა. ყველას თავის ადგილზე დავსვა, მე ჯერ შეგებაროს. გამომივიდა კეთილის ყოფილი. ასე არ ხდება თუ რა? მაინც რა ხდება? ვიღაცას 400 გამოუწერეს, აქედან 200 იმან დაიდოვა. აი მეც მაგას ვამბობ. რას მიყურებ? მოიცა. აქეთ მოდი.
მომისმენი, ადრე ჩემ ცოლს ხომ არ იცნობდი? რომელ ცოლს? რომელსაც ფული მიუტანე? სხვა ცოლი მე არ მყავს. პატივცემულ პისტის? პატივცემულს. არა, არასდროს. შეგიძლიათ მენდოთ. ასეთი რამ როგორი ფიქრეთ, თავი ხომ კაცად მიგაჩნიათ. ამ კედლების მაინც შეგრცხვეთ. რას აკეთებთ? რა შუაშია შენი კედლები? მე ვინ ვარ, მთელმა ქალაქმა იცის, მაგრამ შენ ვიხარ, მაგასაც გავარკვევთ. პატივცემული პისტი. შევცდით მე და შენ. ხომ ხედავ ამ საქმიდან რა გამოვიდა? ამას ვინ იფიქრებდა? რა უცნაური არსება ადამიანი. მისას ვერაფერს გაიგებ. გამარჯობა. შეიძლება? გისმენთ? სად რეკავთ? არ იცით რომ აღმასკომია? ბუდის გიხდით ხმაზე ვერ გიცანით. ინსტრუქტორი ვაშაყმაძე გისმენთ? დიახ, გისმენთ, გასაგებია. რა თქმა უნდა. ხვალვე გავარკვევ და მოგახსენებთ. თქვენ რა გნებავთ? გიგა ხაჩიძე გახლავართ. მოგბრძანდით. გთხოვთ? ალბათ ხვდებით აქ რისთვისაც გამოგიძახეთ. ვერ ხვდები? გუშინ სახამბერიძე იყო ჩემთან. მიჩივლა. ჩივილი რა შუაშია, უბრალოდ კაც უნდა გაიგოს რა როგორ საიდან, სრულიად კანონიერი ინტერესია. მაინც რა ინტერესებს? ასე ნუ მელაპარაკებით. თქვენც კარგად იცით სახამბერიძეს თქვენგან რა ინტერესებს. იმ კაც ყველაფერი აუხსენე. რა საჭირო იყო თქვენი შეწუხება? უნდა გიხაროდეთ რომ ჩვენთან მოვიდა და არა სასამართლოში ან მილიციაში. ახლა ყველაფერს გავარკვევთ. უფროსობას მოვახსენებ. სახამბერიძეს გამოიძახებენ, საქმეს ვითარებას აუხსნიან და წერტილიც დაისმება. გასარკვევი არაფერია პატივცემულო. ჩემი დანაზოგი 1000 მანეთი მივეცი მრავალშვილიანი ოჯახის მამას ერმინე სახამბერიძეს. ვაჩუქე. მაშ სახამბერიძეს თქვენი ფული მიეცით? დიახ, აჩუქეთ, ვაჩუქე. ვინმე სხვას თუ იცნობთ თავის ფულს ასე წაღმა უკუღმა რომ არ იგებდეს. არა, ფული მაიზამეთ სახამბერიძეს რატომ მიეცით? ვერ გავიგე? რატომ მიეცი სახამბერიძეს და არა ვინმე ვასო ხურცილავას? თქვენგან სამი სახლის მოშორები ცხოვრობს და მასაც 5 შვილი ყავს. მინდოდა უცნობს დავხმარებოდი თანაც. ვასო ხურცილავას ღმერთმა შეძლება მისცეს. ჩემი დახმარება არ ჭირდება. ერმინეს ადრე არ იცნობდით? არა. მისცოლს? არც მისცოლს. სახამბერიძესთან ვინ გაგზავნათ? ვიღაც გამლელს გითხე. ახლო-მახლო გაჭირვებული ოჯახი ხომ არ ცხოვრობს მეთქი. გაჭირვებულ ოჯახში რას გულისხმობთ? აი როგორიც სახამბერიძის ოჯახია მრავალშვილიანი. ესე იგი ოჯახის გაჭირვებაზე სახამბერიძის ცოლმა მოგიყვათ? არა, იმ ქალს მაგაზე არ ულაპარაკია. მასთან მარტო დარჩენა რა შედაგჭირდათ? მისთან, პისტისთან. არ მინდოდა ბავშვებს ფული დაინახათ. გალმა მადლობა გადაგიხადათ? არა. თქვენი აზრით რატომ არ გადაგიხადათ? არ ვიცი, მისი საქმეა. თუ გნებავთ მიზეს აგიხსნით. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს სიკეთე არ არის. უпроსტორად მოჩვენებითი სიკეთეა.
ძალიან მინდა დავიჯერო რომ სახამბერიძის ოჯახს ფული მართლაც აჩუქეთ, მაგრამ ეს არ შემიძლია. გამოგონილი ამბავია. მსგავს ქმედებებზე ხალხმა დიდი ხანია უარი თქვა. მე ეს კარგია. არ ვიცი, მაგრამ იმ კაცს ვერ ვარწმუნებთ რომ ფულის ნაწილი არ მიითვისეთ. სულ არ მაწუხებს ერმინე სახამბერიძე ჩემზე რას იფიქრებს. ეს კი ტყუილია. ტყუილი. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კაცი თქვენზე რას იფიქრებს. ასე თქვენ ფიქრობთ. ბუდიში რამდენი წლის ბრძანდებით? 70 შემისრულდა. ამას აკამდე მიაღწიეთ და ამას ვერ ხვდებით რომ თქვენს ბრიყულ გულუხობას დღეს არავინ დააფასებს? ახლა სხვა დროა. მაინც როგორი დროა? ისეთია რომ ქველმოქმედება მოდაში აღარ არის. კაც რომ ფული აჩუქო, იგივეა რომ შეურაცხყოფა მიაყენო. ცდებით ახალგაზრდა. სიკეთე სიკეთეა და ის მარადიულია. საერთო სურათი გასაგებია. წვრილმანების დაზუსტება გადამრჩა. დააზუსტეთ ბატონო, რამდენიც გენებოთ დააზუსტეთ. როგორ მელაპარაკებით? ყველა რეაბილიტირებულს ვისაც გიცნობთ, ერთნაირი ტონი რატომ გაქვთ? თუ მიცნობთ, ისიც გეცოდინებათ, ამდენი წელი რისთვის ვიჯექი და რეაბილიტაციაც რატომ მომცეს? რატომ გონიათ, რომ მეორედ ვეღარ ჩაგსვამენ? თუ რა თქმა უნდა, რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდენთ. როგორ არ გწვენიათ? დაფიქრდით, ახალგაზრდაო. გთხოვთ, დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ, რას ამბობთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი